საღამო მშვიდობისა პატუცემულო ტელემოყურებლებო, ეთერშია გადაცემა ჟურნალისტის დღიურები ტელეკომპანია TV12-ის არხზე. დღეს თქვენთან არის აკაცუკი, თქვენთან არის გონდორი, როჰანი, ფროდო ბეგინსი, ჰარი პოტერი, გრიფინდორი, რა ვიცი, ატრეიდესების საგვარეულო. ტერმინები, რომლებიც ბოლო 1 წელზე მეტია ყოველდღიურად გვესმის ეკრანებიდან. ტერმინები, რომლებსაც ყველა იყენებს, ხელისუფლებაც და რადიკალური ოპოზიციაც, მაგრამ ცოტამ თუ იცის მათი მნიშვნელობა. ერთმანეთთან ზღაპრებისა და მითების ენაზე მოსაუბრე მხარეები და სიტყვების მნიშვნელობა გადაცემაში პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილთან ერთად. და ამ უწურავ თემაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ ბატონო დავით მინდა გითხრათ და ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ერთი ახლობელი მწერს მას შემდეგ რაც ჩვენი ინტერვიუ გამოქვეყნდა ჩვენ საიტზე წერილობითი ინტერვიუ და მეუბნება ვკითხულობ და დავიღალდეო რა ენაზე საუბრობთო აი ესე გამოგვდის ახლა ჩვენ ამ ენაზე საუბარი ამ ეთერში, მაგრამ მინდა რომ ბოლომდე ამოვწურო თქვენი შესაძლებლობები და ბოლომდე მივიტანო მაყურებლამდე ის ინფორმაცია, რა ინფორმაციასაც ატარებს დავით ჩხარტიშვილი. ტერმინი აკაცუკები. პრემიერისგანაც გამიმონია რამდენჯერმე მოუკარი ყური, რომ ისიც კი უწოდებს ამ რადიკალურ ოპოზიციას აკაცუკებს. აი რას ნიშნავს ეს ტერმინი? იქნებ განვიმარტოთ. აკაცუკე ნიშნავს ანიმედან არის გამოტანილი ეს ტერმინი და ნიშნავს რაღაც ნინძების დაჯგუფებას. ნარუტო ჩემ შულს ალექსის უყვარს ეს მულტფილმი. პატარას აქ ტრაგედიას ვერ ხედავ ამ მომიტინგეებისთვის პრინციპში საამაყოა ხა პრემიერი დაცინვის მიზნით უწოდებს მაგრამ აქ სხვა რამეშია პრობლემა. აშკარათა ორი კულტურული სივრცის ძალიან დაშორება, რომელსაც ფაქტურად არ ესმის ერთმანეთი. აი როგორც მე მახსოვს, თუ სწორად მახსოვს, აკაცუკები თვითონ ტერმინი სიტყვა იაპონურიდან მოდის. იაპონური სიტყვა და სისხლიანი ღრუბელი ღრუბლად მოიაზრება, ხო? კი ბატონო, ასე ხა მე იაპონისტი არ ვარ, მაგრამ მეც მსმენია მაგაზე და გამარტება ესა ახლა რა უნდათ მაგით თქმა ბევრ სცენარს ახლა ეს რა იცი კარნავალიზაცია მიდის მაგ მიტინგების ბევრ სცენარს იყენებენ იქ რაღაც ფლეშმობებს დგამენ სხვადასხვა როლურ თამაშებში შედიან და ფაქტიურად რამდენადწლოვანებისა 15-დან 20 წლამდე ხო იქ დიდად აქტივი დიდად ის მაიმუნების ხელმძღვანელებებიცა იქ სხვა ამბავია რა თქმა უნდა ამ ბავშვებს კი ძალიან ჭკვიანურად და იმათ იყენებენ და ამ ბავშვების ყურადღება რომ შეაჩერო ამ მიტინგებზე და ატარო უნდა ჩაანაცვლო სხვადასხვა სცენარი ეს ახლა არაფერი ახალს არ ვამბობ მე ჯინ შარპის წინში წერია ფერადოვან რევოლუციებზე სახელმძღვანელოა და როგორ რა გაწერილია ყველა ნაბიჯი მაგა და ერთ-ერთი სცენარით ეს აკაცუკებიც ფიგურირებენ პრინციპში მაგა ხან ვარდები ფიგურირებენ ხან აკაცუკები ხან რაღაც მითიური გმირები ხან ებრძვიან ორკებს და ასე შემდეგ იგივე ტიტუშკებს უძახიან აი ეს უნდა მეკითხა მიუხედავად იმისა რომ თვითონ რადიკალურმა ოპოზიციამ დაერქვა აკაცუკები და ხელისუფლებამ ეს გამოიყო ისინი ტიტუშკებს ეძახიან ხელისუფლებას ტიტუშკა ეს უკრაინული მაიდინა შემოსულის ახლა ტერმინი და საერთოდ ეს ფრეიმინგი ქვია მაგას რა ფრეიმინგი ჩარჩოში მოთავსება შენ როცა ათავსებ რაღაც მოვლენას, პიროვნებას, რაღაც ჩარჩოში,
ეს ჩარჩო მე აჩენს კონტექსტს, ანუ ის სახელდება რო ხდება, მაგ ნებისმიერ სახელდებას აქვს მისი ისტორია, ხო? მისი ემოციები. და ახლა პოლიტექნოლოგებმა კარგად იციან, რომ როგორც დაარქმევ, ისეთ ემოციას გამოიწვევ, ხო? ვიღაცის გონში, უჩინარი სცენარისტის გონში დაიბადა აზრი, რომ დავარქვათ აკაცუკები ამას. აკაცუკები, ესე იგი, რაღაც ისეთი რადიკალურ ზომებზე ყველაფერზე წამსვლელი ტიპები, ხო? ვიღაცის სხვა წრის ასე ვთქვათ brainstorm-ის დროს დაერქვა, მაგალითად, დააფრეიმინგენ და ტიტუშკები დაარქვენ მეორე მხარეს, რომ გაუჩნდეს ასოციაცია ხალხს, რომ იქ მაიდანთან, რომ იქ ნათელი ებრძოდა პრორუს იანუკოვიჩს და დამარცხდა ასე ტიტუშკების მეშვეობით ემაშვებოდნენ, რა ქვია, ებრძოდნენ ამ მხარეს, რომელმაც საბოლოო ჯამში გაიმარჯვა, მაგრამ მან გამარჯვებას რომ მეორე სერია გაუჩნდა, ის ეთქობა ამაში გამორჩა ამ დაგეგმარებაში. მეორე სერია კი ხედავთ რას დაემსგავსა უკრაინა. ასე რომ ადამიანი რა, ეცით მითოლოგიური არსებაა. ჭირდება ეს მითები. დიდი მითები აი ეს რასაც მოდერნისტული პროექტების უძახოდნენ სოციალიზმი, ფაშიზმი, ლიბერალიზმი, ძველი გაგებით ლიბერალური ისინი ჩაბარდა ისტორიაში. ჩვენ ახლა პოსტმოდერნში ვცხოვრობ. ასეთ პატარ-პატარა კომიქსების დონეზე სურათებით, პატარა ისტორიებით იქნება რაღაც პატარ-პატარა მითები, რომელიც საბოლოო ჯამში რაღაც უფრო დიდ მითებში მოათავსებენ, ხო? ვისაც ძალაუფლება აქვს, ვისაც მედია საშუალებები აქვს. ასე ხდება ერთის მართვა, მეორის მართვა, მესამე ჯგუფის მართვა. ხო და რა ვიცი, შენ შეგიძლია შესთავაზო მას, რომ ამ მითიდან გამოხვიდე, მაგრამ ის ძალაუნებურად მეორე მითში აღმოჩნდება მაინც. მესმის დათო, მოდი ხა კიდევ რომ არ მომწეროთ მე ჩვენმა მაყურებელმა. აი როგორ აქვს და ახლა რაიმე შენი სტუმარიო. მოდი ქართულად აუხსნათ ახლა მაყურებელს, ვის და რისთვის ჭირდებათ ეს? მითები თუნდაც ეს ტერმინები და ეს უბედურება არ შეიძლება ქართულ ენაზე დავარქვათ ამას, ვთქვათ რევოლუციური გადატრიალების მცდელობა ან რაღაც, რა ვიცი, შეგიძლია დაარქვა ამას რევოლუციური გადატრიალების მცდელობა, მაგრამ ეს შენ მხოლოდ ფრაგმენტს გაჩვენებს არსებული სურათის. თუ ვერ ერკვევი ამ პოლიტექნოლოგიებში, თუ არ იცი რატოა გამოყენებული ესა თუ ის ტერმინი, ვინ დგას ამ ტერმინების შექმნის უკან, რა ძალა დგას თეთრ სახში ვინ ზის, რუსეთში ვინ ზის, თურქეთში ვინ ზის. შენ დაინახავ მხოლოდ შეიძლება მართალ სურათს, მაგრამ ნაწილს იმ დიდი სურათისა, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და რაში ჩვენ ვიმყოფებით. და ვცდილობთ გამოვიდეთ კიდევ ერთხელ ერთი ფრაგმენტიდან ხვდებით მეორე ფრაგმენტში და ასე შემდეგ. ესაა და ეს ჩვენც ახლა რაღაც ოპტიკის მეშვეობით უყურებთ რაღაც ამოვლენას, არ ვიცი, ვიღაც ოცნების წარმომადგენელს მოეწონება, არ მოეწონება, პროტესტანტის წარმომადგენელს შეიძლება მოეწონოს, შეიძლება არ მოეწონოს, ხო? ჩვენს რაღაც რეფერენტულ ჯგუფებზე მუშაობთ. არ გვინდა მოგწონს ეს თუ არა, მაგრამ მასია რა. საბოლოო ჯამში გვინდა თუ არ გვინდა, მაინც ვერ გავექცევით ამ ტერმინისთვის ბოდიში, მაგრამ ტენიან ამას. იმიტომ ჩვენზე რა იცით, ჯენერალ ადრე გარკვეული ფასეულობების ხედვის პერსპექტივის გამომუშავებას მთელი საუკუნეები ჭირდებოდა, ხო? იყო დიდი წინასწარმეტყველები, იქ ბუდა, მუხამედი, ქრისტე, მათ ყავდნენ მოსწავლეები,
მათ ყავდნენ ფილოსოფიური სკოლები, პლატონის, არისტოტელეს, იჯდნენ ბერები, წერდნენ ხელით, გადმოწერდნენ ხოლმე ამ მანუსკრიპტებს. ეს ცოდნა გადიოდა ხალხში, იქ წიგნობრებში ჩავარდებოდა, ეს წიგნობარი მოსწავლეს ნახავდა, მაგრამ ეს ხდებოდა ძალიან ნელა, საუკუნეების განმავლობაში კრისტალიზაცია ხდებოდა ამ ცოდნის. ესადაგებოდა ეს ყველაფერი აი ძალიან მაღალ სტანდარტებს და მაგრამ დღეს ნებისმიერ დაჯგუფებას, ნებისმიერ ჯგუფს, ფულიან ჯგუფს შეუძლია ამის გაკეთება ძალიან მარტივად. რაღაც ამოიღოს მიზნაში გაუშვას ტარგეტირებული რეკლამა, ტარგეტირებული ეს ახალი ფასეულობები და საარჩევნოდ ახალი პროექტები დადოს, ახალი იდეოლოგია დადოს, ეკლექტიკა შექმნას, იქიდან-აქედან ამოიღოს და რა ვიცი, მთელი წყება ადეპტების გააჩინოს, რომელიც საერთოდ ვერ გაუგებს თუნდაც იმ კონსერვატიული პარადიგმის ჩარჩოებში მოძრავ ხალხს, ვისთვისაც ეს ძველი ფასეულობები კიდევ რაღაც წმინდას წარმოადგენს, ხო? ასე ხდება, ამიტომაც როდესაც ხელისუფლებაში ხარ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ალბათ გამოსაჩერდი, უფრო მეტად მცოდნე ადამიანი, ვისაც ესმის ეს ტექნოლოგიები და ამ ტექნიკებს, ეს ტექნიკები უნდა დაუპირისპირო ხოლმე. და თუნდაც აი მეორე ხარისხოვან დეტალებზე აქცენტი კი უნდა გააკეთო, არამედ დოქტრინალურ დონეზე უნდა მოახვედრო გადაფასება. და ის ბავშვები დღეს ის იგივე ეს აკაცუკები პრინციპში შენივე კონსტიტუციაზე დაყრდნობით, ჯერჯერობით, შენივე კონსტიტუცია 79-ზე დაყრდნობით. ის რო გიწერია იქ რო შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს შენი ფასეულობები, ინსტიტუტებში უნდა იყოს გატარებული სახელმწიფო ინსტიტუტებში ეს ფასეულობები, რაც ევროკავშირში ეს ფასეულობებია დომინანტი ახლა. რაც ასეთი ოქსიმორონს ვიღებთ ფაქტობრივად და ამაზე ჯერჯერობით სერიოზულად არავინ არ ფიქრობს. ამის გადაფასებაზე, პარადიგმის დონეზე გადაფასებაზე ამ ყველაფერს და იმიტომ ვიღებთ ასე ბალაგანს ქვეყანაში, ბალაგანს ასე შემეჟინდება სიტყვით, რაც არის და გაურკვეველ ხალხს, რომელიც თამადობის, სადღეძელობის დონეზე რაღაცას ძალიან ისეთ სერიოზულ თემებზე საუბრობენ, ბოდიში და გარტმაში რო არ არიან ისეთები. და ასეთ ხალხს მიბარებული აქვს ტელევიზიები, საგანანათლებლო სისტემა, საკმაოდ არიან დიპკორპუსშიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ მინდა ყველაფერზე ამ ყველაფერზე ლაპარაკი, არ მინდა სუდი გაუკეთო. იმას, რასაც გულწრფელად და აი პირდაპირ მნიშვნელობით მთელი წელი ბალეტში იყო და მთელი ჩემი კარიერა შევწირე თავის დროზე ამ ყველაფერს, ამათ ბრძოლას. მაგრამ ხედავ, რომ ხშირად დიდაქტიკური ტონით კაბინეტებში სხედან და მორალს გვიკითხავენ, ასე ვთქვათ, ის ადამიანები, ვინც გუშინ ყველაფერს ამას ქადაგებდა, ვინც ჩაგრავდა ხალხს ამის გამო და დღეს პლასტინკას შესრულები მე ცხოვრებაში არ ამოუფარებულ ვარ ეკლესიას და კი იცი შენ შვიდში ფერის ეკლესიის გამო რა პატრიარქის მადლობა დავიმსახურე და მაგრამ ეკლესიას მე არ ვფიქრობ, მე ყოველთვის ფიქრობდი, რომ ქმედებებით უნდა დაამტკიცო. ცოდით უნდა დაამტკიცო ერთგულება და არა სადღეძელობით და ამ ლეღვის ფოთლით და ამ დროს რომ სხვანაირად ცხოვრობდნენ და ამ დროს სხვა წარსული აქვს ხალხს რა, აი ამის თქმა უნდა. გასაგებია, ჩვენ გაკვირთ შევეხეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, აი ძალიან მოვდაქცეული ტერმინი deep state-ი, რას ნიშნავს, რაზეა საუბარი და როგორ უნდა ვთქვათ ქართულად ხალხს რასთან გვაქვს საქმე. კარგია ეს უშუალოდ აკაცუკებიდან და ამ თემიდან ხა წინ რო ვილაპარაკეთ, ორგანულად გადმოდიხარ ამ თემაზე. უშუალო აი გვერდითი ეფექტია თუ ეს არის გვერდითი ეფექტია ამ ყველაფრის, კიდევ გასაკვირია. პირველადი რა ამ შემთხვევაში გვერდითი ეს რა არის და ღრმა სახელმწიფო.
ანუ შენ ცვლი გარეგნულად ასე ვთქვათ კოსმეტიკურად ცვლი პირველ პირებს ბიუროკრატიას, მაგრამ შინაარსობრივად იდეოლოგია თუ რჩება იგივე, ხო? იგივე ქმედებები გამომდინარეობს მაგ იდეოლოგიიდან, რამაც გამაგერთად რევოლუცია გამოიწვია, არჩევნები მოგება გამოიწვია ამა თუ იმ ძალის. ანუ უბრუნდება იგივე წრეს, იგივე იმას აჯდება. ახლა ადამიანი რა არის, ხო? მსოფლმხედველობა და ასე იდეოლოგია, ხო, დიდწილად. და შენ თუ მე დღეს ლურჯი მაცვია, ხო, წითელი ჩამაცვი, მაგრამ შინაარსობრივად მე იგივე დავრჩი და უბრალოდ სხვა რაღაცებს ვიძახი. ჩემ ქმედებებში ხო იგივე იქნება, რაც მაშინ, როდესაც მე ლურჯი მეცვა რა. აი ესაა deep state საბოლოო ჯამში რა. ანუ ის ღრმა, ის ბიუროკრატია, რაც და თუ გავიხსენე თქვათ რომ ტანსაცმლის შეცვლა ხასიათს აქვს. ხო, რა მნიშვნელობა ხასიათს აქვს, რა მნიშვნელობა რაღა ნაძვის ხეზე წითელი ისინი იქნება ჩამოკიდებული სათამაშოები თუ ლურჯი, ხო? ასეთი რაღაცაა დაახლოებით. და კი შევეხე აუცილებლობაა პარადიგმალურ დონეზე ცვლილება მოხდეს საქართველოში რა. აი სათამაშოებს რო გავცდეთ და უნდა თავაზობდეს კარდინალურად სხვა ტიპაჟებს რა. არ შეიძლება მაგალითად იგივე კვირიკვაშვილის მომხრე იყო, მერე ბახტაძის მომხრე იყო, მერე ღარიბაშვილის მომხრე იყო, მერე აიც და დღევანდელი იდეოლოგიის მომხრე იყო კიდევ ხო, ну ასეს ნეჩვეულების არ იცვლებს. შეიძლება ლაპარაკით შეცვალო, მაგრამ ლაპარაკი ვერ აღძრავს ადამიანში, ვერ აღძრავს მასებში იმ დობას უკვე, როცა იცი რომ ახლა გუპის მეხსიერება ხო არა აქვს იმას, რომ ერთ წუთში იმას რა ქვია მასას ავიწყდებოდეს გუშინდელი ნალაპარაკები კაცის, რომელიც გუშინდა რაღაც გენდერულ თეორიებს ტენიდა მოსახლეობას, იდენტობის პოლიტიკას თავსდებდა ხალხს, ვინც დღეს შენიძახი იმას რუსეთუნეს ეძახთა და ამის გამო სერიოზულ პრობლემებს უხდიდა თავად ამ დროს თურმე ფულსაც აკეთებდა და თავად შვედურად კარელოს დას მიყვებოდა დღეს უნდა წარმოაჩინოს თავი როგორც ამ ახალი სწავლების აპოლოგეტი. სინამდვილეში ესაა deep state. ხო და ამ მე უცვლელად ვეტყოდი რომ ამ ზდევნას იქაურ deep state-ად ჩვენ ყველა ვიცით რა იქაური deep state. იქაური deep state რა ტრამპისთვის ეს არის დემოკრატიული პარტია. მაგალითად დემოკრატიული კადრები იქა, მაგრამ ტრამპიც ახლა როგორც აჩვენა ბოლო ირანის ავანტიურა, მთლად სანდო პარტნიორი რომც მოხერხდეს და დაალაგდეს მასთან სიტუაცია, მთლად სანდო პარტნიორი არ უნდა იყოს ქართული ოცნებისთვის და დრო ალბათ სხვა გზები ეძებოს, სხვა ანუ საერთო ფართო საზოგადოების კონსენსუსზე დამყარებული რაღაც ახალი ხედვა უნდა შესთავაზონ და მთლიანად ქვეყანას და ეს არა საკმარისი თქმა რომ ჩვენ ტრამპთან დავალაგებთ ურთიერთობებს, რუსთან დავალაგებთ ურთიერთობებს, ან და თურქთან დავალაგებთ ურთიერთობებს, ხო? ეს ჯერ შიგნით უნდა მოიხარშოს სახელმწიფოში. ახალი დოქტრინა ეს კონსტიტუციაშიც უნდა შევიდეს ეს ცვლილებები. სხვანაირი ტიპაჟებია საჭირო და ეს შიდა ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა შეთავაზონ უკვე იგივე ტრამპსაც, იგივე პუტინსაც და იგივე აფხაზ და ოსსაც აუცილებლად.
და ეს ახალი დოქტრინა აფხაზისთვის და ოსისთვისაც მისაღები უნდა იყოს, ხო? ამაზეა ფიქრი საჭირო და კიდევ ერთხელ ვამბობ, არა ეს რაღაც გარეგნული ეს ქართულ ეს პათეტიკური თამადურ ხარიხარალე მიდგომები ყველაფერში, რა. ამაზე ძალიან სერიოზული და სხვანაირი მუშაობა საჭირო და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ტვინების მიერ უნდა მოხდეს. ძალოვნების სუსის მიერ უნდა მოხდეს ამაზე ფიქრები. და deep state-ის, ქართული deep state-ის აღმოფხვრა, ვიდრე მინიშნებები უცხოურ deep state-ზე, რა. აი, თქვენ თქვით იქაური deep state. იქაური, აქაური. ვინ არის აქაური deep state? აქაური deep state-ი, ახლა სახელებს და გვარებს ნუ მომთხოვთ, აქაური deep state. აქაური deep state-ი პოლიტიკურ ძალაზე ვთქვათ. პოლიტიკური ძალა ვერ იქნება deep state-ი. პოლიტიკური ძალა ეს არასწორი განსაზღვრაა თავად deep state-ის ჩემო. ისინი არიან პირდაპირ გავლენის აგენტები. deep state-ის სხვა რაღაცა. deep state-ი არის ადამიანები, რომელიც ცვლილების დროს, ან და მოსალოდნელი ცვლილებების დროს, აი ამ გავლენის აგენტებზე მუშაობენ ჩანერგილები სახელმწიფო სტრუქტურებში. მე პირდაპირ ვეტყვი, აგერ ცოტნე ანალიზი დაენიშნა, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი, ახლა წესიერი ბიჭი მიულოცოთ მართლაც ამ ფონზე როცა ხედავ რომ უამრავი და უსახურებლად სასაიდან მოსული ხალხი მართლა დამსახურებული ნაბრძოლი ზოდნე ახალგაზრდა პირდაპირ ვეტყვი მაგალითად მის უმაღლეს საბჭოში როდესაც დღეს სხვა პოლიტიკა მთელი მე ძალიან კარგად მახსოვს როგორ ბანდერას სურათები ფოტოების ფონზე ძალიან რუსოფობიულ განცხადებებს აკეთებდნენ ახლანდელი უმაღლესი საბჭოს წევრები და თუ დაიწყებს deep state-თან ბრძოლას ახალ თავმჯდომარესთან ერთად თამაზაშვილთან და დავიწყოთ მაგითი მე მაშინ ვირწმუნებ რომ აი ეს ხალხი აღარ იქნება მაგა რა დეპუტატებად მთავრობის წევრების მე გეტყვი თქვენ აი მთავრობი ასეთი მახსენდება მთავრობის წევრად დაინიშნა ერთ-ერთი სახელგვარს არ დავასახელებ მხარდარჭერი პოსტები ქონდა ვაშაძის ფან-კლუბის წევრი იყო ერთ-ერთი ვაშაძის უცბად გაქრა Facebook ისა რა ქვია გვერდი ასეთი უამრავი აჭარის მთავრობაში და აქედან დავიწყოთ და მე დავიჯერებ რომ ებზვიან deep state-ს ქართულს არა ებზვიან კი მაგრამ სხვა ტიპის ბრძოლა ამისთვის საჭირო. ტელევიზიაში ამისთვის საჭირო ბრძოლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ შეიძლება იყოს თავარი პროვაიდერები სოროსის გუშინ წინ სოროსის ისა ამ რაღაცა ამ დაჯგუფები არასამთავრობოების თუ რაფერ შეიძლება მთლიანად ამ ჯარის გუშინდელი წარმომადგენლები იყვნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ შეიძლება იყვნენ ტელევიზიებში და ასე შემდეგ რა ესაა ბრძოლა ქართულ deep state-ას ნამდვილად და არა თამაში ძალიან გაგვიგრძელდა ეს თემა მე სხვა თემებიც ხონდა მაგრამ მოდი ამას შემდეგი შეხვედრისთვის გადავიდეთ ეს ძალიან რთული და დელიკატური თემაა ამიტომაც ასე ჩარაკრაკებაც არ ხდება ხოლმე ეგეთ იმიტომ მეც ფიქრობ რა უნდა ითქვას რა შეიძლება არ დაშავდეს მესმის თქვენთვისაც მოულოდნელი იყო დღეს ეს ჩვენ ნამდვილად ხო მოულოდნელს ეს არის პრელუდია მოდი პირდაპირ ვთქვათ მაყურებელს იმ გადაცემისა რომელიც იგეგმება ჩვენს არხზე თქვენი ავტორობით და მე იქ უკვე გავშლით ამ თემას და ვაჩვენებთ უფრო მეტი სიზუსტით და უფრო მეტი ვთქვათ მონდომებით ჯერჯერობით უფრო მეტი კითხვები ვიდრე პასუხები, მაგრამ პასუხებს გავცემთ ჩვენ ამაზე. დავით ჩარტიშვილი პუბლიცისტი პასუხობდა დღეს ჟურნალისტის დღიურების კითხვებს.